თქვენ ხალხო ამ სისტემას ჭირდებით ღარიბებად, გამოუვალ მდგომარეობაში, არჩევნები რომ მოვა, რო გიჭირდეთ და ის რაღაც კაპიკები, რომლებსაც არჩევნებზე ან შემოგთავაზებენ, ან რომლის დაკარგვის საფრთხეს დაგიდგება, თქვენთვის იმდენად მნიშვნელოვანი იყოს, რომ სხვა გზა არ გქონდეთ და ესენი მაგის მეშვეობით იყვნენ ამ ქვეყნის ფეოდალი მეპატრონეები. აი, ეგ ჭირდება. თქვენ არ ჭირდებით ამ ხალხს წარმატებულები, არ ჭირდებით ამ ხალხს ფინანსურად დამოუკიდებლები. ფინანსურად დამოუკიდებელი თუ გახდა ეს ხალხი და მართლა ჭიათურაში მაღაროებიდან ამოღებული მადანი თუ ქვეყანას ეკუთვნის და ამას საკითხი დაუყენეთ ჩვეულებრივმა ადამიანმა, მე შენსაც კი არ ვიღებ რაღაცას, ეს რაღაც საერთოა და ვერ წამართმე, ხო, ეგრე ნუ უკონტროლო ხდება მე ადამიანის არჩევანი. ამიტომ მან გამოსავალი არის, რომ არჩევნებზე არ მიცე ამას ხმა. არჩევნებზე რომ მიცემ ხმას, ეგ მაღაროები იმას ეკუთვნის. და გასაგებია, რომ ის გაგდებს, ხელისუფლება გაგდებს მაგ დღეში. არჩევნებზე რომ მიცემ ხმას, ცხადია, ძალაუფლება გაიმყარა, უარეს დღეში ჩაგაგდებს, ხო? და ყველა სფეროზე მიგრაცია იქნება, კურიერები იქნება. გამოსავალი არის, უნდა ფორმირდეს ალტერნატიული პოლიტიკური სპექტრი და ხმა აღარ უნდა მისცე ამას, ეს უნდა დაასუსტო მაგით. სხვა მექანიზმი იმისა, რომ ამას გამოგლიჯო ძალაუფლება და აიძულო, გისმინოს არ არსებობს.